არჩილ მუსელიანცი სისხლის სამართლის საქმეზე დღეს სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს. დიდი ალბათობით სახელმწიფო ბრალდება დღესაც მოიყვანს მოწმეებს, რომლებიც იქნებიან ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან არჩილ მუსელიანცის დაკავებაში მონაწილე პოლიციელები. ამ დროისთვის მოწმეების გარკვეულ ნაწილს უკვე საქმეზე ჩვენება მიცემული აქვს და საქმეში დევს ასევე ვიდეო მტკიცებულებაც, რომელიც ადვოკატის განმარტებით არადასტურებს იმას, რომ კონკრეტული კამერების დაზიანებაში სწორედ არჩილ მუსელიანცი იღებს მონაწილეობას, რადგან ფიგურანტ სახეზე უკეთია ნიღაბი. არჩილ მუსელიანცი სახელმწიფო ბრალდებას ხუსინივთის დაზიანებას ედავება, კონკრეტულად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრაციის დროს რამდენიმე სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას, იმის გამო, რომ აქციაზე დემონსტრანტების ამოცნობა ამ კამერებს არ შეძლებოდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კარგი მოლოდინი არ აქვს, როგორც ყველას სავარაუდოდ კი არა აუცილებლად მიუსჭია ყველას. იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა, პარლამენტი, თვითონ მოსამართლეები, უსამართლო სასამართლოა, როგორც ვიცით, აუცილებლად მიუსჭია. ზეწოლა არის ხალხზე ეს თვითონ პატიმრების გატეხვაც, ასე რომ ვთქვათ, დაგვცინიან მასხად გვიქდებიან, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მინდა მივმართო ყველას, მოსამართლეს, ამ მთავრობას, რომ ეს აუცილებლად დაუბრუნდებათ ეს ბოროტება, ამ ბიჭების წვალება, ამ არჩილი ობოლი ბიჭია და ობოლი ბიჭის ესე დაჩაგვრა არავის არ შერჩება. აქციებზე სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულების ნაწილი სასამართლომ უკვე დამნაშავედ გამოაცხადა. შესაბამისად არჩილ მუსელიანცის შემთხვევაშიც არავის აქვს მოლოდინი, რომ განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება იქნას გამოტანილი.